ჩვენი შოუს სტუმარი გახლავთ მომღერალი ქართველი სტიუვანდერი მერაბ საფაშვილი. ვახ, მერაბ, მადლობა რომ მოხვედით. მადლობა რომ მომიწევთ. განსამბობ, დიდი პატივია. ბატონო, შენი სტუმრობა. ძალიან კარგად გამოიყურები და მინდა გითხრა, ანუ რაღაცა ძალიან ახალგაზრდურად ხარ, იცი? რატო გეუნები? არა, ბებულად არა, მაგრამ ნამეტანი ბიჭურად ხარ. ხო, და რა თინეიჯერულად ეგეთით რა იგულისხმა რა იყო ახლა ამ გაოცებული კომპლიმენტის ამბავი, იმიტომ რომ მერაბ სულ ახლახანს დილო მიცის რომ გადაიტანე. ხო, ამასთან დაკავშირებით. კორონა და ყვალი არ გეტყობა არანაირად, ძმაო, ფაქტია. კიდე კაი რომ არ მეტყობა. არა, ჩვენ ხუმრობ და ეგრე ადვილი არ არის რა, ღმერთმა ყველა დაიფაროს. ხო, რა თქმა უნდა. აიცერით ნაღდა. აუცილებლად უნდა ავიცეთ ყველა. არ არის ადვილი საქმე და მადლობა ხო შეიძლება აქედან ლევანს გადაუხადოთ რატიას, იმიტომ რომ ისე მუშაობენ, ისეთ იმდენ საქმეს აკეთებენ და ისე უვლიან პაციენტებს, რომ არ ვიცი, ძალიან მაგრები არიან და მე აი მათი წყალობით თქვენთან ვარ უკვე სტუმრად. მაშინ მადლობა მეგობრებს, რომ აი ეს მადლობა ბატონ ლევანს. რა არის იცი ახლა სულ მესმის ხოლმე რომ მთელი ეს პერიოდი კორონა პანდემიის დროს ძალიან ბევრმა აღმოაჩინა რაღაც ახალი თემები რა. ახლა ზოგმა ნიჭი, ზოგმა რაღაცა ჰობი ახალი და ასე შემდეგ. შენ რაიმე ხატვა დაიწყო. ხო, ზოგმა ხატვა და შენ შემთხვევაში რამე ახალი ხوار და აღმოგიჩენია შენ თავში, რამე ახალი გასართობი ხوار მონახე მაგალითად რა ვიცი. რაიმე ჩემ შემთხვევაში ისეთი განსაკუთრებით და სიმღერა დავიწყე. მერაბ საფაშვილი ეგეთ ხომაგარი ნობდი რომ ამ კაც ხმისტებზე რომ ლაპარაკობს სულ ეხლა რა არის აქამდე პროფესია იყო ჩემი და ეხლა ჰობი გახდა. იმიტომ რომ სამუშაო არ არის არსად. აი იგივე ყველაფერი ხარ ხოლმე. ხავში სულღერი ვარ იმ კინოს მერე. ყველაზე კარგი. მოიცა მერაბ ახლა საინტერესო რაღაც თქვა რომ ნუ იხუმრა ბუნებრივია რომ ჰობი გახდაო რეალური ხუმრობა გამოდის ამ ეტაპზე, ძალიან მალე დასრულდება. მეტი ხუმრობა უნდა, მაგრამ მოკლედ ჩვენ ვიცით რომ გარდა ამ სიმღერის ამ კორონას შემდეგ აქტიურად ხარ შენი შოუ უკვე გავიდა ეთერში. გავიდა და გილოცავ. ახალი ჰობი რაღაც. მოკლედ გითხარ გვაინტერესებს, სახელი გვაინტერესებს, შინაარსი გვაინტერესებს რა? ტელევიზორზე მუსიკალური გადაცემა არის ყოველ შაბათს. შენთვის კი, ეს ვიცით და რატო შენთვის, არა ჩემთვის. რატო და იმიტომ არის ყველასთვის. ეს არის დაახლოებით ესეთ კი შემთხვევით არასდროს სახალხო პროექტია, ასე რომ ანუ შენთვის, ანუ ყველასთვის, ანუ იმათთვის, ვისაც უყვარს მუსიკა. მუსიკა არის ეგეთი ადამიანი რო არ ვიცი, შენი მაყურებელი არ. ხო, იმდენად რა არის, იმდენად შეზღუდულია სიტუაცია ზოგადად ყველგან, რომ არა კონცერტები, არა აქვს არავის, არ სტუდიები არ მუშაობს, მე მგონი, არაფერი არ მუშაობს რა. და ეს ხალხი რაღაცა ახალგაზრდები არიან, ხანშესული ხალხიც არის, ბევრი. ზოგს ახალი რაღაცა აქვს, ზოგს ანუ ჩვენთან ეძლევა ყველას შანსი და შესაძლებელია რომ იმღეროს რა. აქ არის ნამდვილი ეს აქვეა მაგას. ცოცხალი ბენდი ზის, ისეთი მუსიკოსები, რომელიც ყველაფერს უკრავენ, ყველა მიმართულებას, ყველა ჟანრს. ანუ შეგიძლია მოხვიდე, მობზანდე და დაუკრა, იმღერო და თუ რამე ახალი გაქვს, გითხრა და უთხრა ხალხს. ეს არის რა. ხო, იცი რა. არც ეგ არის ჯგუფით ხო ყავს. მოდი. და შესაძლებელი არის რომ მაგალითად ადამიანი ვინც არ არის ცნობადი, აი ესე თქვა დაგიკავშირდეთ, თქვას რომ მე კარგად ღერი, მინდა რომ მოვიდე. არა, ეხლა ჩვენ ვერ წავატებს კასტინგის მაგვარი არის, ვიდეოები გამოაქვს. არა, კასტინგის მაგვარი ეგეთი რამე არ არის, მაგრამ არა, რომ მე თუ ნახავ ეხლა რომ შენ მოგეწონა. ო, ილოს ვიცნობ გადასარევად. ხო, მაგრამ არ ვიცი რა ნიჭიერია და როგორ მღერის სიტყვაზე რა. და გთხოვ რომ მოდი რა, შენ არ გჭირდება არც მუსიკოსები, არაფერი, მოდი ყველა დაგიკრავს იმას, რასაც შენ შეგვიძლია გააკეთო და ვის სიამოვნებთ, მივანიჭებთ ვის სიამოვნებას ხალხს? მათ, თქვენ. მათ, თქვენთვის, შენთვის. წარმატებები ისე ამ მშვენიერი პროექტისთვის მე აუცილებლად ერთგული მაყურებელი გავხდები. მე კიდე რაზე ვფიქრობ, იცი? ხომ ვიცით არა შენი როგორი იყო საერთოდ შენი საქმე როგორ მიდიოდა, შენ ძალიან დიდ დროს ატარებდი გასტროლებზე რა, მთელი წლის განმავლობაში, აი ერთ-ერთი ჩვენი
მომღერლებიდან ერთ-ერთი თუ პირველი არა, ერთ-ერთი თავარი ხარ მათ შორის ვიც ყველაზე მეტი გასტროლი აქვს ხოლმე, აი ძალიან ხშირად ვინც გადის ქვეყნიდან და შესაბამისად იქ სხვა ქვეყნებში მღერის ასრულებს თავის სიმღერებს. ეხლა აი რა მაინტერესებს ეს ამდენი წლის როგორ თქვა შებოჭილი მერაბ სეფაშვილი რომ საზღვრები რომ გაიხსნება კორონა მოხდილი შესაბამისად მე აცრილის უკვე ალბათ თავის დროზე როდესაც მოგვიწევს აი რა როგორ უყურებ აი როგორ უყურებ სად გინდა პირველი რომ გაქანდე და იმღერო აი თვითონ სად გაქვს სურვილი რა პირველი საწახვიდო აი სადაც გინდა ოღონდ ის პირველი ნაწილი მოგვარდეს ხო ასე არა ბიჭო იმიტომ რომ ეს დაჭერილებიც არა ვარ ჩვენ ხო იცით ტყვეობაში ხო რომ დაგიჭერენ გაჭმე ვერ მაინდა საჭმლის ფულსაც არ გასცემ რა ხო ისე ვარ თან დაჭერილი რომ მუშაობის უფლებაც არა გვაქვს ხო ზოგს პატიმარს მუშაობის უფლება აქვს და ნუ სამუშაოს ჩამორთვეული გვაქვს ერთ-ერთ ინტერვიუში გაკნათქვი საუბრობდი უბრალოდ სტივ ვანდერზე ვიცი რომ ძალიან გიყვარს კი ძალიან და სულ მინდოდა მეკითხა იმიტომ რომ როცა ადამიანს ძალიან ძლიერი ვოკალი აქვს სულ მაინტერესებს ხოლმე ესეთი ადამიანისგან რომელიც ესეთი ნიჭიერია სტივ ვანდერის გარდა ვინ არის ისეთი აი ვისაც შენ თვლი ძლიერ ვოკალისტად არ ვიცი სხვადასხვა ჟანრში ვოკალისტები არიან ახლა ზოგადად კლასიკაში არიან დომინგო აი პოპში ისე არის აქ არ არის აუცილებელი ვთქვა ხა სტივ ვანდერი არის აბსოლუტურად როგორ უნიკალური უნივერსალურია იმდენად რამდენად თვის საავტორო მუსიკაა პრაქტიკულად მისი მუსიკა და ისე ასრულებს და ისეთი მუსიკაა რომ მის გარდა მე რომ მკითხო კი ბევრი ვერსიაა და ბევრი მუსიკოსი აკეთებს ამას მაგრამ ის როგორც აკეთებს და ის რასაც აკეთებს ნუ შეუძლებელია არ უნდა გააკეთო რა თუნა მუსიკა არ უნდა გააკეთო ეს ყველა ქართველი ვიტკერე აჯეს კოჯუსეალოვის ისე ბევრი რა გითხრა აი ვისთან შეასრულდა აი ვისთან თუ ქონია ესეთი რაღაცა ხო მაგას ბავშვობიდან რაღაცა ითქვა ბევრჯერ რომ აი მიოცნებია მას აუ რა კაი იქნებოდა ანუ რამხელა იქ შეუძლებელი იმღერო იმიტომ რომ იმდენად დიდ სიამოვნებას მე ყოფილ ვარ მის კონცერტებზე რამოდენიმეჯერ და იმხელა სიამოვნებას იღებ რომ შენ თვითონ აღარ გინდა ეს მერაბ სეფაშვილი რო ამბობს ამას არა არ გინდა იმიტომ რომ არ მითხელა იმას გაზ ხელა კომპლიმენტია ხო იმხელა სამოგერო ჩვენი სტივანდერი ყავ ხარ არა იმიტომ რომ თქვა ჩვენ არ იმღერებ რაღაცას ან რაღაც შეიძლება შენ რაც გააკეთო ის გაგიჟდეს მაგაში არ არის უბრალოდ იმხელა ენერგეტიკა აქვს თვითონ ძალიან უნივერსალური სხვათა შორის მე ჩემი ისტორიას მოგიყვები აი მაგალითად ვანიკო მღერის იციან ილოც სხვათა შორის რაღაც თავის ჟანრებში ძალიან საინტერესო მღერის ერთ-ერთი მე ამ სამეულში ვარ რომელიც საერთოდ აი არაფერი შეხება არ აქვს მუსიკასთან შენ ხო თქვი რომ აი მაგალითად სტივ ვანდერს როცა უსმენო კონცერტზე იმდენად ტკბები მისი სიმღერით რომ სიმღერის სულ აღარ გიჩნდებაო და ეს ჩემს ბავშვობაში მოხდა როდესაც მშობლებმა ზესტაფონიდან შენს კონცერტზე ჩავამიყვანეს ფილარმონიაში და მოგისმინე იმის შემდეგ აღარ არსანამი მე ბიჭო მშობლებმა უნდა იცოდნენ რომ პირველი გაჭერდი ხო ჩაკეთე მივხვდი რომ დედა ფანტაზე აღარ მატაროს ისეთი თამაშია გიხო ხო ნუ მოკლედ მივხვდი რომ მე მგონი ამის ჩემს მშობლებს იმის ქონდა შვილო დროა მოსმენაზე გადახვიდე ისე აი გავხსნათ ეგ თარსი და აი მოდი რა გადაცემაში მართლა მოდი რა და მაგრამ გამეხარდება აბარა აუცილებლად გესტუმრებით და თუმცა მანამდე ჩვენ გადაცემაში ხარდება თამაშები უნდა შემოგთავაზოთ თუ წინააღმდეგი არის არა როგორ ვიქნები წინააღმდეგი როგორც გინდა ბძანეთ რას სანამ გადავალ თამაშებზე ჰიპ-ჰოპი მოსულა შენთან კი როგორ აი ეხა გავაგზავნე მაშასე ჩვენი პირველი თამაში აქვე ხდება ზარი ახლობელთან ესე ქვია როგორი ამბავია უნდა დაურეკო შენს ან მეგობარს ან ვისაც გადაწყვეტ რომ დაურეკო საუბარი გაუბა და მე გზადაგზა შემოგაშველებ უცნაურ სიტყვებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აზრის მქონე სიტყვებს და ეს სიტყვები დიალოგში ბუნებრივად უნდა ჩასვა მაქსიმუმ მოკლედ შენი მისია არის რომ ამ ეს სიტყვები შეუსაბამო იქნება ბუნებრივია ვისთანაც არ უნდა დარეკო რა თემაზეც არ უნდა ისაუბრო იმყოფებთან რომ შენი მისია არის ეს უხერხულობა როგორ მიაირიდო თავიდან რა თქმა ჩვენც არ ვიცით რა სიტყვებია ესა და მე მგონი შეგვიძლია ხომ? დიახ. და ვის დაურეკავთ? დაურეკავ ეხა აი მომაცილად და ჩვენ დირექტორს დაურეკავ. შველი. არ გინდათ? გვინდა. აურაკოთ, აბა რას გვეტყვის ერთ მაინტერესებს. აი სპიკერფონზე ხო? კი. მოკლედ მომიმზადეთ. უკვე გავაც. ჯერ დაიწყოს ლაპარაკი. მე გავაც. ხო. რა თემა როგორ დაველაპარაკო? რასიც გინდა ესაუბრო. ბატონო, როგორ ბრძანდებით? გამარჯობათ მერაბ ედვარდოვიჩი, კარგად. სადა ხარ? სტუდიაში ხარ? TV პირველში ვარ. TV პირველში? დიახ, პროექტზე მუშაობთ. პირბადე? პირბადეს არის TV პირველის. TV პირველის გაქვთ? მაყუთი? მაყუთის TV პირველის.
გააქვთ მაყუთი? ეგ მეც მოვალ მაშინ მოიცა. მე შოგებით. მოიცა. კიდე რა სიტყვი მაყუთზე თან დაკავშირებით? მაყუთი ჩვენებურად ხო იცი როგორ ქვია? ხალვარი ხო ეს ფანოღურ ენაზე ხო? ფანოღურ ენაზე ქვია ხალვარი. ფანოღურ ენას ფლობს საქართველოს ალბათ 12% მეტი არა. ნუ ვინ კარგია რა, კარგია. ბიჭო, რაღაცა ვერა ვარ ჯანზე და მგონი დამჩიპეს, ხო იცი? დაგჩიპეს? დამჩიპეს. დაგჩიპეს ვა? დამჩიპეს, ჩიპი. დაგჩიპეს, რითი დაგჩიპეს? ხონთქრით. შენ ქალები დაგჩიპავდნენ, ქალები. არენდო. ნისია სხვისია, ხო იცი შენ? ნისია სხვისია, ნაღდი ჯობია და ხელში. ნაღდი ჯობია. შენ ესე იგი TV პირველზე ვინმეს ღმუილი ხო არ გაგიგია? ღმუილი ხო ჯერ არ გამიგია. დასკვნათა ყველაფერი. ტლიკინი? ერთი დირექტორის მოადგილე ღმუილებს ღმუის ეხლა ათენი პაატა გაგაურიზე ღმუის. ტლიკინით არავინ არ ტლიკინებს? ტლიკინი არა, ტლიკინი. პაატა გაგაურიზე შაქარყინული უნდა წამოუღო. შაქარყინულიც უნდა და მარმელადი უფრო მინდავა, მაგრამ შაქარყინული უკეთესი არისო მითხრა. ბიჭო, მოპრუწული ტუჩები? მოპრუწული ტუჩები. ესე იგი შენ გუშინ უყურე ეთყობა ტელეგადაცემებს, ხო? რა ტელეგადაცემა იყო, არ ვიცი? არა, ის კაი გოგოები რო გამოდიან ხოლმე გვირები რო არიან სერიალების გადაცემები. ეხლა შენ სუფთა ექსპერიმენტს აკეთებ რა. მოიგითებ მაშინ გია. ჩვენ ვინო და ჩვენ ვარ ბიჭები და ერაბი ჩვენთან არის სტუმრად მთავარ ბიჭებში მოგეკითხეთ აქედან გილოცავთ სიყვარულით იყო ხუმრობა მეგობრობა და პატივისცემა მე მგონი თქვენ სიხალისეთ ჩვენთან ერთად გილოცავთ პროექტის დაწყებას გილოცავთ ძალიან დიდი მადლობა ყურადღების ჩვენი წარმატებები თავარი არხი თქვენს გვერდშია ჩემი და ჩვენი თამაშები არ დასრულებულა გადავინაცვლოთ ლიდერბეთის ოთახში სადაც იხალი ეხლა ჩვენ მოეცადეთ უხერხო სიტუაციაში ჩავარდეთ ალბე გამახალისებ მაგრამ ეხლა მე რა ძალიან გამახალისებ პირობას გაძლევ მაშ ასე მეგობრებო ჩვენ აღმოვჩნდით ჩვენ საყვარელ ლიდერბეთის ოთახში და აქ სასწაული თამაშები ტარდება ხოლმე და ერთ-ერთი ჩვენი კარგი თამაში არის გამოიცან მელოდია ფოტოთი. რასერჩი? ჩვენს ეკრანზე აღიბეჭდება რამდენიმე ფოტო და აზრობრივად უნდა გამოვიყვანოთ ჩვენ რა სიმღერა შეიძლება ესადაგებოდეს ეს სამი ფოტო. ანუ სიმღერა უნდა გამოვიცნოთ. მე და ილო ერთ გუნდში. ჩვენ ერთ გუნდში ხართ, ჩვენ ერთ გუნდში ვართ, დასწრებაზეა თამაში. ხო, შეგიძლიათ სანახეს დააჭერთ ერთმანეთში მოილაპარაკოთ და მე ლიდერბეთის ლიდერბეთის დიდი ლიდერბეთის და მოგვაგებინებენ. უსო თუ მოიგებთ შესაბამისი პრიზი გადმოგეცემათ მე. პირველი ფოტო თუ შეიძლება? ო? ესეც სიმღერაა, ატო? ნინო ქვია სიმღერას, ნინოზე იქნება ალბათ სამივე ნინო, არა მე რა? ნინიკო! ერთი წამი შემოგევლე რა. ლაპარაკ. შენ დაიწყე მართალი. ხო, ნუ აჰა, თქვა ნინიკო, ხო. ნინიკო, ორივეს ვერსია ეგრე, მაგრამ თქვენი გე. აი თამაში გამოდის, აი თამაში. კარგია, შემდეგი ფოტო თუ შეიძლება? ვა, თეატრი, გაუგნებული კაცი და ისა აი რა არის? აბა თუ დაემთხევ. აი ეს სიმღერას პირველად ბავშვობაში მოვისმინე სცენაზე. ფილარმონიაში. მე მოვცემი. ლამპიონი, სცენა. მე რა თეატრისკენ წავედი. ფილარმონია მაინც ყოფილიყო, მაშინ. ამახალ სცენას რომ ანათებენა. ოჩა, ახალ რაი. ოჩა. კარგი იყო. ავიდა შემდეგი. ანძი? აიცა. მე რა სეფაშვილის სიმღერა, მე მგონი თავს მოიწო. მე ვერ გასცემ მქონდა და რამე აგარი აბარა სუზე პირად უწოდა და თანადაც რა მაგარი აგარი რაც მაგარი ბრავო ყველასთან სერენადა მიყვარს მე რა კარგია კარგი თამაშია სუჩართული არა მე სერენადა მიყვარს ფათაშვილის კარაოკეში რამდენჯერ მაქვს ის სერენადა რა შენი შესრულები და არა გაქვს კარაოკე ვიმღეროთ კიდე აი 6 საათიანი გადაცემა მაგარი იქნება 6 საათიანი ჩაწერა შეგვიძლია შემდეგი ფოტო თუ შეიძლება ასვამზე ყვავის პარტია მაქვს ოპა უთავო კაცი ჯაჭვი
უთავო კაცი რა, შეიძლება მან მალი და ისა ხო? ხმალი ავლესოთ ქართველებო არა. მალი ავლესოთ ქართველებოა? არა, უთავო. უთავო კაცი აშკარად არის, ხო? ბიჭო, შეიძლება რა. მალია თუ კაცია. ამ ჩვენ შევთანხმდით რომ ამ ადამიანს ძალიან დიდი ფანტაზია აქვს, ხო? ჯაჭვის მერანგი. ჯაჭვის მერანგი, ხო? მართალია. ჯაჭვის მერანგი. საქართველოს ჯაჭვის მერანგი. ეს ნამუსის გაწყვეტილი მაქვს, რასაც ამას ნამუსი ქონდა. თანახვაზე რომ აღარ მღერის, მე აი ასე მღეროდა იმ კასეტასთან. თავხედურად მღერი. კასეტაზე რა. კასეტაზე რა შეიძლება გისმენდა თან ესე ყვებოდა ხოლმე. ეხა ვიფიქროთ. მაგის სტრატეგია გაქვს. არის წესების დაცვით გააკეთე. ეხლა ხო. ხდებათო. მერაბს მერაბი და კაკული. აკულა. ორი ძმა და მეგობარი. შაბათია, მაგრამ კარი შემოდგომა. ძმობა, ძმობა, აი იქ ძმობა. კარი და შემოდგომა. ან რა? რიგა. კარს მოგვადგა შემოდგომა. ართან მოდგა შემოდგომა. უი არ დამიჭერია მე მგონი. გადაფხულის მეგობრები დამეფარდეთ. ბრავო! კარგია. ვაუ, მერაბმა ალღუადვილა დაუგო, ვანის. მე გაგვენძრა. სწავლობ ნელელა. კაცო საქმე. აბა შემდეგი. ეს რა არის? ფორესტ გამპის სიზმარა და ვიღაცა კაცი. ნუ აჭერ რა. ერთი ძამი კაცო გარანტირებულად ვიცი რომ მე ვოსუხებთ ხო ესე? კარგი ძმაო, არ არის პრობლემა. თუ თქვენ იტყვით თქვენ მაინც შეგეთქვით. არა, შენ როგორც იტყვი ჩემ. დააჭირე უკვე? ჩემო რა. დაითვალისწინე რა. აი, ჩემო ძმაო. დაითვალისწინე. მაიცა რა სიზმარა ეს გარბის. run forest run. სიზმარი ჭაღარა, სიზმრები. ჭაღარა, თმაში ჭაღარა, სიზმარი და გაქცევა, ფორესტ გამპი გარბის? ისე ვის ბიჭი ვარ ხუჭიჭა პატარა არ არის. არა. რაღაც ასე მიყვები ბილიკებს და ასე მგონია. ისე ვის ბიჭი ვარ, ხუჭიჭა პატარა ხო? ისე ვის ბიჭი ვარ ხუჭიჭა არ გადამრიოთ ეხლა. არა, სიზმრები იქნება ეხლა სიზმარა მარტო ხუჭიჭას გამო თუ ხატია, მან სიზმარა და არა სიზმრის გამო თავს მოვიკლო. ნუ მოიკლავ ამ სისულელისთვის თავს მოფას რა. როგორ გეკადრა? აი შემოძმაო. მაო რა. ჭაღარა ტიპი სიზმარში გარბის. მაიცა თაცმინდა ჭაღარა. ჭაღარა თუ რა ეგ არია? ნარტოხი არ დამტოვა შენთვის ყველაფერია. იქ არის ჭაღარა? თუ ეხა მე მივაბი. არა. შეგერება პაღარა. შეგერება ჭაღარა. მაიცა და როგორ არის ტექსტი ეგა? არტახვიდი არ შენი სიტყვა. ცალცალკე ყველაფერი თქვა ჩემი ყველაფერია. გარბის რა შუაში? არტახვიდი არ დამტოვო? გარბის ალბათ დრო. ხეები ხო გარბის დრო ალბათ და სიზმარივით გაგვიფრინდება ალბათ რაღაცა ან რაღაცა რო როგორ გავიდა. აუ აგვერია, მოკლედ ხო აი რა მოდი ვნახო და დავიწყოთ. დავნებდეთ და თავში ხელი ვიცეთ მე რო ხარ რატომ გამიქეთრე კარგადმა ზუსტად იყო თურმე სიზმარიც არის აქ რაღაცა კი თუ კი ჩემი სახე ისევ ცოცხლობს მერე სიზმარი უნდა მივიდეთ თორე არ ითვლება თუ კი გესიზმრები სად უნდა მივიდეთ თავში არ მოხსნილეთ და გავყევის ბოლოს დანაზართული რამეა რა მოკლედ ეს თამაში დასრულდა თუმცა ჩვენი თამაშები არ დასრულდება ჩვენ კიდევ ერთი თამაში გვაქვს რომელიცაც აი ეხლავე დაგიბრუნდებით ასე მეგობრებო ჩვენ კიდევ ერთი თამაში უნდა ვითამაშოთ რომელსაც ქვია სახე წაშლილი ცნობილი სახე წაშლილი მე ხშირად ყოფილვარ სახე წაშლილი და ალბათ ვერ მიცნობ სახე არა აქვს ხო სახე არის კომპიუტერში ან დამუშავებული და ჩვენ უნდა გავხსნათ ვინ არის ხო ნუ ალბათ ან ჩაცმის სტილით ან გარემო ან შევხედოთ მეც არ ვიცი რა მოგვიმზადა ჩვენმა მზაკარმა პროდიუსერმა აზელილი და ფოტო მონიტორზე ეგ არის დათო ხო
მოიცა. ვაჩვენეთ აბა ორიგინალი? მოიცა. ბიჭო, უკან რა იყო NBA-ის ეს სურათი მახსოვდა, ესეთი სურათი მახსოვდა. აი საარჩევნო პლაკატისთვის არის სურათი. 4 ნომერით. მოკლედ დავით თურამეს დააპირებს, ძმაო პირდაპირ მაიამის შარლოტის თამაშის უკან იყო. შემდეგი ფოტო თუ შეიძლება? ნინი, ხო? ნინი კი ბადურაშვილი. ვაი მე ბიჭო, კარგიც რა. კარგი, როგორ იცანი? ნინი ბადურაშვილი. ასებს ვეთამაშობთ. გულით, აი, გულით მხარზე. შემდეგი ფოტო თუ შეიძლება და დავასწროთ რა. ეს არ არის. არ ჩამასული. ვინ არის? ანრი ჯოხაძე მგონია მე და რა. აუ, ანრია ხო, ჯოხაძე. ვითომ? აი, კარგი, აი, ხო შენ რა. ნავარჯი შემიხარ. მან სახე საერთოდ რა არა. შეიძლება. ანრის ნეტარ სახეს რა უკენით? აბა მიდი. ესეც ვიცი, მაგრამ არ ვიცი. დაარტყი რა. არა. დაარტყი, ვინ არის, ვინ? ჩემი მინდოზა, ჩემი ძმა, ჩემი ლექსო. ლექსუსა. აი ჟესტი თვითანი, იო, ძმა. ჩემი მინდოზა, ჩემი ძმა. პრესტიჟის გოლი ჩემი გიკო, ჩემი და, ჩემი. აბა შემდეგი ფოტო თუ შეიძლება. პრესტიჟის გოლი არა. იცანი ძმა. ვახჩე. ვაი. არ ვიცი. სოფო ხორანია. არა. სოფოვინო ბიჭო. სოფო ვიფიქრე ხوار არის თქო, მაგრამ. არა, დემონსტრაციაზე რაღაც აქციაზეა ვიღაცა. ქრისტიანია. ენარინიკა? ბიჭო, ფიქრობ ხوار არის სოფო ნიჟარაზე, ხომ არ არის სოფო ნიჟარაზე. ენარი. აბა ვნახოთ. ბიჭო, იცი რა, ესეთი სილამაზე როგორც არ უნდა აზილო. აზილ. აი, რაც არ უნდა უქნა, რაც გინდა ისქენი, ფაქტია რომ მაშინა გამოიცანის. ისაკ არის, მერაბი რა თქმა უნდა. გამოიცნეს ესეც. შემდეგი ზალიკო. კი, ფოტოც ვიცი. შენ აი როგორ ხაიაში ვარ იცი. არა ვარ ხაიაში ფოტოც ერთ-ერთზე. ხოჯე. მოგვასწრე. შემდეგი ბარსელონა. გამომიცნეს. მამა რა ლამაზი ხარ, მამა. შემდეგი ფოტო თუ შეიძლება მეგობრებო. და მომღერალი არა? აი მე მიკროფონით არის. რა მოვიცნოთ. ბიჭო რა შენ ხარ მაგაში ხალოლო. კაი, მოიცა ხომ არ არის მაკა ზამბახიძე? ხომ არ არის. კი, საყურე. სტილით საყურით მაკა ზამბახიძე. ხომ არ არის. მაკა ზამბახიძე. ეთყობა ვარცხილობაზე. მე მანიკოვა და მე ვაღიარებ. არ არის ეთყობა თორე არის ეგაკა. ფოტო თუ შეიძლება გაგვიხსენით. ოჩა ნიკო. ხო, მაგას არის. და მეგობრებო, ჩვენი თამაში ამოიწურა. ამთავრდა. მერა, მოკლედ, აი არაჩვეულებრივ ჯერ ესეთი მოგვიგე ნაღდათ. დაგვამარცხე, გაგვანადგურე, კარგი დრო გაგვატარებით. მადლობა დიდი თქვენ. და ჩვენი სპონსორისგან ლიდერ კარდი, უკონტაქტო ლიდერ კარდი გადმოგეცემა შენ Z500 ლარი არის დარიცხული და მოიხმარეთ მშვიდობაში. რაუნდს ამ წავიღო ხა. შენ გამოიყენე და რა თამდა როგორ შენ შეგიძლია გამოიტანო. ხო? აბა, ჩვეულებრივ დახარჯე რაშიც გნებავს. კაი მე. ამაზე მე